I'm German Homelos. I drink coffee and I know things. 23 ეპიზოდის სიტყვა არის ჰაუკი. ჰაუკს ხშირად ძველ სულადაც მოიხსენიებენ. მოსაზრება თითქოს ესაა ადამიანი ცნობიერი სული, რომელიც დედამიწაზე პირველად არაა. აქამდეც ყოფილა, იცოცხლა და მეორედაც დაიბადა. ჩემი როგორც ქრისტიანის გადმოსახედიდან ეს რეინკარნაცია და წინაცხოვრების თეორიები მხოლოდ თეორიები და თავშესაქცევი ბოდოებია, რითაც სულელები თავს ირთობენ. ეს თეორიები ცხადია რაღაც მიზეზის გამოჩნდება. მიზეზი კი ჰაუკის მრავლისმცოდნეობაა, მათი გაძლიერებული ინტუიცია, ზემგრძნობელობა, გარკვეულ დონეზე მომავლის წინასწარმეტყველების უნარი, თანდაყოლილი თითქოს და ჩაშენებული სიბრძნე, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული, თანდაყოლილი და წლებთან ერთად უფრო და უფრო გაძლიერებული ღვთისრწმენა და კიდევ უამრავი უცნაური თვისება გვაფიქრებინებს, რომ იქნებ ეს ადამიანი მართლაც არაა პირველად პლანეტაზე, რადგან იმდენი და ისეთი რამეები იცის, თანაც ძალიან პატარა ასაკშივე, რომ მათ სწავლას 80 წელშიც კი ვერ ასწრებს და ახერხებს ძალიან ბევრი ადამიანი. გარკვეულ დონეზე თავად ჰაუკი იაზრებს, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ზუსტ ახსნას მაინც ვერ პოულობს, რატომ არის ასეთი. ჰაუკად გამოხვიძება, იმის გააზრება, რომ ჰაუკი ხარ 30 და 40 წლის ასაკში, ეს არ ხდება. აქამდე ჩვეულებრივი მოსაწყენი ადამიანი იყო და უცბად გახდა ჰაუკი, ასე არ არის. ყველაფერი თავიდანვე თვალსაჩინოა, უბრალოდ გონება და ხშულები, რასაკვირველია, ვერაფერს ხედავენ. ჰაუკი ზეუცნაური ბავშვია, საერთოდ არავის გავს. მისი მსგავსი მეორე არ მოიძებნება მილიარდშიც კი. თავიდანვე საკუთარი ხასიათი, პრინციპები და ღირსეულობა აქვს. უზომოდ წესიერი ადამიანია და დაცლილია მთლიანად ბოროტებისგან. ვინც უყვარს, მართლა უყვარს და ყველას პატივისცემით ეპყრობა. კარგი ბავშვია. განსაკუთრებული ინტერესები, ხედვა, მისწრაფებები, აზროვნება, თამაშის საშუალებებიც კი გამორჩეული აქვს. არაფერს აკეთებს ბანალურად, ნიჭიერია და არანორმალურად ცნობისმოყვარე. დაუმორჩილებელი და ჯანსაღად ამაყი. უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა ბავშვობაშივე. ყველაფერი ამის გამო, ამ გამორჩეულობის, უცნაურობის, განსხვავებულობის, უბოროტობის, მაღალ ვიბრაციულობის გამო, დემონები ადამიანების საშუალებით გამუდმებით მის დაზიანებას ცდილობენ. ცდილობენ ფიზიკურად დაზიანებას, დაცინვას, ბევრის თანდასწრებით დამცირებას, დასტრესვას, დამძიმებას, გაჩერებას, მის დაბრკოლებას, დაშლას, გატეხვას და განადგურებას, რის გამოც გარიყული ხდება და ძალიან დიდი დროის მარტოობაში გატარება უწევს, თუმცა ამ მარტოობასაც თავისი მნიშვნელობა აქვს. დემონები ვახსენე, რადგან ეშმაკს სძულს ჭკვიანი, ცნობისმოყვარე და მოაზროვნე ადამიანები და დემონებისა და ადამიანების საშუალებით მათ გატეხვას და განადგურებას ცდილობს. დიახ, სძულს ჭკვიანი და ცნობისმოყვარე ადამიანები, რადგან ისინი აუცილებლად იწყებენ ღმერთის ძიებას, რადგან თანდაყოლილი მძლავრი რწმენა აქვთ, რაც უბიძგებთ ქრისტეს ძიებისკენ, სიმართლის ძიებისკენ და ისინი პოულობენ კიდეც მას. ეშმაკიც ჭკვიანია და იცის, ხედავს მოვლენების ასეთ განვითარებას და ეს არ სურს. მას სურს, რომ ცხოვრება ისე გავლიოთ, რომ ღმერთის მოძებნა და მასთან დაახლოება არ მოგვინდეს. და თუ ვაჯობეთ მას დურს და მოგვინდა და დავიწყეთ მისი ძიება, ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს. და ეს სურვილი და მონდომება ჰაუკს ყველაზე უფრო მძლავრი აქვს და ამიტომ ეშმაკი ისეთ ადამიანებს ახვედრებს გამუდმებით, რომლებიც მის უკან დახევას, დეპრესიაში ჩაგდებას და უიმედობის, ურწმუნოების მასში გაღვივებას ცდილობენ. აბა იქნებ იფიქროს ჰაუკმა, რომ ამდენი ცუდი რამ რომ ხდება, ესე იგი ღმერთს არ უყვარვარ, ბოროტია, ან იქნებ არ არსებობს საერთოდ, უნდა რომ ეს ფიქრები გაუჩნდეს ჰაუკს. ეს სურს, მას სურს, მაგრამ ჰაუკი მოაზროვნეა და ხვდება, რომ ეს ცუდი რამეები და ხალხი მისი რწმენის გამოცდისა და გაძლიერებისთვისაა, რადგან რწმენა ტორტი არაა, რომელსაც მოგვართმევენ.
ან საათი, რომელსაც გვაჩუქებენ და სულ თან გვექნება. მზა არ არის რწმენა, უნდა გააძლიერო, კვებო და გამოიწრთო. ჰაუკმა ეს იცის. ჩვენს თანამედროვე მსოფლიოს ჰაერივით სჭირდება ჰაუკები. სჭირდება ისე როგორც არასდროს. რატომ სჭირდება, ამას თავადაც მიხვდებით. ამიტომ ნუ მოიქცევით დემონებით შეპყრობილივით და უცნაურობისა და გულწრფელობისთვის ნუ გარიყავთ ადამიანს, რომელიც შეიძლება ჰაუკი აღმოჩნდეს და თუ გონივრულად მოიქცევით, მასთან სიახლოვე, დიალოგები და მეგობრობა ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. მერწმუნეთ.